ავტორიტარულ რეჟიმებში არჩევნების მონაწილეობის მათ შორის თვითონ სხვა გამოცდილებები არსებობს. მარტო თურქეთი და უნგრეთი არა. არსებობს სერბეთის გამოცდილება, სადაც მილოშევიჩთან ყველა აგებდა უდიდესი პოპულარობით და იქ ამოტრიალება სიტუაციის ბელგრადიდან დაიწყო. ბელგრადის გარდა ვერცად ვერ იგებდა ოპოზიცია. უნგრეთის გამოცდილებაზე კარგიათ რომ თქვით, თუ ხელისუფლებას დაჭირდება ის რომ წაგებულ თბილის წაართვას უფლებები და უარეს ნაბიჯებზე წავიდეს, მაშინ ხელისუფლება უნდა დაიძულოთ ამის გაკეთებას. ეს ჯობია ვიდრე ის რომ ყველაფერი წყნარად იყოს, ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა აიღოს, ხელისუფლებამ ალტერნატივად გაიმარჯვოს და მერე გამოაცხადოს რომ ჩემგან რა გინდათ. ყველაფერი კარგად ჩატარდა, არავის არ აქვს პრეტენზია და არავის არ ექნება პრეტენზია ოპოზიციას, არც კომისიის წევრები ეყოლება არჩევნებზე თუ არ მონაწილეობს, არც დამკვირვებლები არ ეყოლება, არავის არ ექნება პრეტენზია და არავის არ ექნება ხმა ამოსაღები. ხელისუფლების ითქმება რომ ეს არალეგიტიმური არჩევნები იყო და ოპოზიცია მისი ძირითადი ნაწილი არ აღიარებს. სადავო ლეგიტიმურობად თვლიან ამას ევროპელები. არალეგიტიმურია საქართველოს ხელისუფლება. მე უცხოელი პოლიტიკოსებისგან არ გამიგია. მე საუბრო პოლიტიკის გადაწყვეტილების მეხლა. მაპატიეთ, მაგრამ ევროპარლამენტში და ყველა ვიცით არჩევითი ორგანოები რა არის, ხო? იქ 3-4 დეპუტატი თუ 10-15 რას იტყვის, ეს არ ნიშნავს რომ პოლიტიკა იმის მიხედვით არ იმართა. საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია არის სადაო, მაგრამ არავინ არ იძახის რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ყავს წარმომადგენლობები, მათ ხვდებიან, საელჩოები, ანუ ეს არ არის ბელორუსიის სიტუაცია, ხო? ჯერ ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. მათ სადაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ეხლა ის არის დე ფაქტო, ასე ვთქვათ, ძალაუფლების განხორციელების დასავლეთი არის ძალიან გიორგი, დასავლეთმა თუ დაინახა, რომ ალტერნატივა არ არსებობს, ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს რეგიონი მათთვის მნიშვნელოვანი არის, ავაჭრო. მას პრაგმატული ურთიერთობები ექნება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მეგობარი სახელმწიფოების და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ იმდენად პრაგმატული ურთიერთობები იქნება, რომ ამათ სურვილს შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება, მაინც და მაინც ეს არ შეაწყობს. ღამერც უნდათ რომ არც კობახიძე შეაწუხებს ნამუსი ამაზე და ღამე არ დაიძინოს არც ბიზნესა ივანიშვილს. ანუ ისეთი ექნებათ, რომელიც მათ გარკვეულ საშუალებას მისცემს, რომ ქვეყნის შიგნით ეს ყველაფერი ნორმალურად გააფორმოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაზეც დავით ლაპარაკობს, ჩვენ არ აგვაქვს დღეს უფლება შანსი გაუშვათ ხელიდან, რომ მარცხი მივაყენოთ ხელისუფლება. მეტი მე უახლოეს ხანებში რაიმე ასპარეს ხელისუფლებასა და ოპოზიციასა საზოგადოებას შორის შიდაობის, სადაც ჩვენ შანსი გვაქვს მისთვის მარცხის მიყენება, მე ვერცერთ ასპარეზს ვერ ვხედავ. აქ არსებობს ლოგიკა, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 41%-იან უპირატესობა როცა გაქვს, შენ თქვა რომ შანსი არ არის გამარჯვების და ხელისუფლება რასაც უნდა იმას გააკეთებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალაუნებურად ხელისუფლების ნარატივი, ხელისუფლება ნერგავს ამას საზოგადოებაში. ხელისუფლება ნერგავს საზოგადოებაში იმას, რომ მისი დამარცხების შანსი არ არის. ამიტომ ნუ მიწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ რატო ვეხმარებით ამას? მაგ არის ერთი მთავარი პირობა ამ ოპოზიციური რესურსების გაერთიანების პირობა არის. ხო, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის, იმიტომ რომ რასაც თქვენ ახლა ანგარიშობთ, თუნდაც ამ ერთიანობის შემთხვევაში სოციოლოგიურ დისპროპორციაში, სადაც 24.6% აქვს ამ ბოლო კვლევაში დაუშვა თბილისში და მას უზარმაზარი რესურსი აქვს, რომ ეს ამოქაჩოს, მაგრამ გეთანხმებით, რომ 20%-იანი განსხვავების ამოქაჩოს. თუმცა შეიძლება საერთოდ არაფერი, ყველაფერი თავისი დაწეროს და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მაგისტრის გაერთიანებელია მე ვარ იმისი მომხრე რომ თუ ესე უნდა გააფუჭოს, მაშინ დაიძულო რომ გააფუჭოს, ვიდრე ეს გახდეს თუნდაც იმ რევოლუციური რეაქციის საფუძველი. დიახ. იმიტომ რომ გადის ერთი წელი და დასავლეთის იმისი აღქმა რომ ერთი წლის წინ რაღაცა მოხდა, შემცირდა რა. გავლილი ამბავი არის. საზოგადოებაში შემცირებულია ის გაბრაზება, გავლილობაში კიდე მეორედ უნდა გააკეთოს. აბა როგორ